დაპირეთერში. ოშკის ზამთარს ვეღარ გაუძლებს მდგომარეობა ტაძარზე კიდევ უფრო დამძიმებულია. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას თურქული მხარე წლის ბოლოს ვარაუდობს, მაგრამ თუ ქვეყნებს შორის ხელშეკრულება არ გაფორმდა, ქართველი სპეციალისტები ვერც ოშკის რეაბილიტაციაში მიიღებენ მონაწილეობას, რაც იშხნის შემდეგ ოშკშიც პრობლემებს შექმნის. იშხანში ჩასული ქართველი სპეციალისტები ოშკის ტაძარში არსებულ ვითარებასაც გაეცნენ. კულტურის უწყება სამოქმედო გეგმას ხვალ გამოაცხადებს. ქართული მხარე ოშკში არსებულ ვითარებას საგანგაშო დაფასებს და ეჭვობს, რომ ტაძარი კიდევ ერთ ზამთარს ვეღარ გაუძლებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ოშკის გუმბათია, ის ჩამოშლის პირასაა. ტაძარში დაბზარულია თითქმის ყველა კედელი. სპეციალისტები სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ოშკის გუმბათის გამაგრებას ითხოვენ. საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები თურქულ მხარეს იანვრამდე კვლევითი და გეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას ურჩევენ. არ არის ახარბიელი ოშკის მდგომარეობა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლია ჩვენი ქართული ხუროთმოძღვრების. რა თქმა უნდა, მას სჭირდება მთელი შევლება და შველა. ამას სჭირდება გეგმაზომიერი და კარგად გათვლილი, კარგად დამუშავებული პროექტით. იმედი გვაქვს, რომ რაღაცა შეთანხმება მაინც იქნება მიღწეული ჩვენს ქვეყნებს შორის. თუ ესეთი დოკუმენტი არ იქნება, მაშინ ალბათ მოგვიწევს ისევ, როგორც იშხანში გვიწევს პერიოდული მხოლოდ ჩამოსული და რაღაცა კონსულტაციების დონეზე ჩამოსული და ჩვენი შენიშვნების და რეკომენდაციების გაზიარება თურქი კოლეგებისათვის. წლებია ოშკის ნაწილს 4 სვეტი და მხოლოდ 3 სვეტი იჭერს. ტაძრის უკანა ფასადი კი კვამლისგან მთლიანად გაშავებულია. მიზეზი ქართულ ძეგლზე მიშენებული საცხოვრებელი სახლებია. წაშლილია უნიკალური წარწერები და გამქრალია ჩუქურთმები. თითქოს სულს ბერავთ ხელოვნურად, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, მით უარესი და უარესია. ნაგებობის მდგომარეობა არ უმჯობესდება, საჭიროა სწრაფი შველა, საჭიროა სწრაფი ჩარევა. ამ კედლებს ძალიან ბევრი სახელმწიფო უნახავთ და ეს კედლები ავა თუ კარგად გაუძლებენ, ჩვენ წავალთ, მაგრამ ხვალინდელი დღისთვის ასე არ უნდა დავტოვოთ. თურქული კომპანია ოშკის აღდგენას წლის ბოლოს დაიწყებს. იშხნის მსგავსად ოშკის სარეაბილიტაციო პროექტს ამფორა მიმარლიქი აკეთებს. თურქეთის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით პროექტის დამუშავებას კიდევ 5 თვე სჭირდება. ოშკის პროექტის მომზადებაზე პროფესიონალი გუნდი მუშაობს. პროექტის დიდი ნაწილი დამუშავებულია, თუმცა ამ ეტაპზე გასაჯაროება შეუძლებელია. წლის ბოლომდე აუცილებლად დასრულდება. შემდგომი ეტაპი კი ტენდერია. სხვა დეტალებზე სამწუხაროდ არ შემიძლია გესაუბროთ. ეგრეც აქვეყანასა ზედა. დაბზარულიდან გრევის პირას მისულ ოშკში ქართველი მომლოცველების ნაკადი არ წყდება. საქართველოდან თურქეთში ჩასულ ყველა დამთვალიერებელს კი მხოლოდ ერთი სურვილი აქვს. გადარჩეს ისტორიული ძეგლი და აღდგეს უნიკალური ფრესკები. აუცილებლად რესტავრაცია ჭირდება, მართალია თავიდან ნანახი მქონდა კადრები, მაგრამ როდესაც თვითონ დავინახე, ჩემთვის ძალიან შოკის მომგვრელი იყო, იმიტომ რომ არ ველოდი ასეთ მდგომარეობაში იყო ჩვენი ეკლესია მონასტრები. დავით მესამე კურაპალატის მიერ აშენებული ოშკის გარდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე თითქმის ყველა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მძიმე მდგომარეობაშია. ქართველი სპეციალისტები პირველი რიგის ამოცანად ოშკისა და იშხანის აღდგენას მიიჩნევენ და თურქეთ-საქართველოს მთავრობებს შორის ხელშეკრულების გაფორმებას ელოდებიან. ხელშეკრულების გაფორმება კი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვიანი დავის გამო ვერ ხერხდება. იურიდიული დოკუმენტის არარსებობა კი ქართულ სპეციალისტებს სარეაბილიტაციო სამუშაოებში ოფიციალურად ჩართვის საშუალებას არ აძლევს.